ირმა ინაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში ირმამ დღეს გააკეთა განცხადება რომ პატრიოტები არაპირებენ ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ნახავ მთავრობას თქვა რომ პასუხისგებაში არიან მისაცემები დასაჭერები არიან გიგლა აგულაშვილი მიხეილ გიორგაძე საყდრისის გამო აგულაშვილი ხეთხის და ასევე საგარეჯოს არჩევნების გამო და მან თქვა ასევე ერთი სახელი და გვარი დიმიტრი კუმსიშვილი რას ერჩით მას მადლობა ირმა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მინდა მოვისმინო უკვე თქვენგან შეფასება იმ მინისტრთა კაბინეტის განახლებულის თუ ძველის, რომელიც დღეს კვირიკაშვილმა წარმოადგინა. მოგესალმებით, ინგა, თქვენ კარგად ბრძანეთ ახლა განახლებულის თუ ძველის. მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის მთავრობის განახლებულის შემადგენლობა. მე კონკრეტულ მინისტრებთან ამაქვს პრეტენზია და თქვენ დაასახელეთ რამდენიმე მათგანი. იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი. მე არ მესმის რატო უნდა დაუჭიროთ ჩვენ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრს კრიტიკას ვერ უძლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა საელჩოების და საკონსულოების საქმიანობა იმის მაგივრად რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკა მთელ მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ რომ საელჩოებში წარმოდგენილი არიან ისევ და ისევ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური მხარდამჭერები მათი უახლოესი ნათესავები და ეს ხალხი ახდენს ქართული სახელმწიფოს ინტერესების დისკრედიტაციას მთელ მსოფლიოში ევროსტრუქტურები იქნება თუ შეერთებული შტატები და მერე ქართული ოცნება ნიანგის ცრემლებით ტირის რომ აი მთელ მსოფლიოში რა ხდება როგორ მიდის ლაპარაკი იმაზე რომ უნდა აღიარონ თურმე მერაბიშვილი პოლიტპატიმრად ცუდად მუშაობთ ბატონებო და მე ხა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრს მივმართავ ზუსტად ეს სტრუქტურა ეს სისტემა რომ კარგად მუშაობდეს არავის არ ექნებოდა ეჭვი შეტანილი იმაში არის თუ არა პოლიტპატიმარი მერაბიშვილი ან იგივე გიგი უგულავა და საერთოდ არის შესაძლებელი მთელი სისტემა მე როდესაც ვლაპარაკობ იმაზე რომ ხელისუფლებები იცვლება და სისტემა რჩება აი ეს არის ხოლმე პრობლემა შემდეგ სახელმწიფო მართვის კუთხით ჩვენ პრეტენზია გვაქვს ასევე აგულაშვილთან ჩვენი გუნდი ითხოვდა აგულაშვილის გადაყენებას თანამდებობიდან ზუსტად ამ დღეებში ერთი წლის წინ მე და ჩვენი თანამებრძოლები სახელმწიფო კანცელარიის წინ ვიწექით შუა მოედანზე და შუქიც გამორთეს წყალიც გადაკეტეს დიახ არც კარვები არ დაგვადგმევინეს და საერთოდ ფანჯრიდან არ იყურებოდა ეს ხელისუფლება რომ დაგვლაპარაკებოდა და მიზეზებში გარკვეულიყო რას ვაპროტესტებდით ჩვენ და კაცი რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში და დღეს კიდევ პრემიერი წარმოადგენს მას გარემოს დაცვის მინისტრად როგორ ფიქრობთ ჩვენმა გუნდმა მას მხარი უნდა დაუჭიროს რა თქმა უნდა არა პრეტენზია გვაქვს კულტურის მინისტრთან რომელიც ასევე ძალიან გაუგებარია რომ კიდევ ერთხელ არის წარმოდგენილი კულტურის მინისტრად იმიტომ რომ სწორედ მიშა გიორგაძე იყო რომელმაც ხელი მოაწერა საყდრისის ნგრევას ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული და მე რომ ვლაპარაკობ დაიჭირონ გაასამართლონ ჩემი თვითმიზანი კი არ არის ვინმეს დაჭერა და გასამართლება ოდესმე ამ სახელმწიფოში სამართალმა ხო უნდა იზეიმოს ოდესმე ამ სახელმწიფოში ვინმემ ან ჩინოვნიკმა ან უბრალოდ სახელმწიფო მოხელემ პოლიტიკური თანამდებობის პირმა ხომ უნდა იგრძნოს რომ მას აქვს პასუხისმგებლობა ეს როგორ ხდება რომ ჩაიდინე დანაშაული უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევას ხელი მოაწერე და ისევ კულტურის მინისტრი ხარ რა თქმა უნდა მიხეილ გიორგაძე მირმა ანუ როცა თქვენ გაქვთ პრეტენზია რომ აი პასუხისმგებაში მისაცემი ადამიანები დაასახელაო დღეს გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტში თქვენ ფიქრობთ რომ მიხეილ გიორგაძემ თავისით აიღო და თავისით მიიღო ეს გადაწყვეტილება თუნდაც საყდრისზე ვის პასუხისმგებლობას საინტერესო შეკითხვაა მაგრამ მე არ მინდა წავიდე არც ზევით არც მარჯვნივ არც მარცხნივ ხელი ვინ მოაწერა და პასუხისმგებელი ვინ იყო კონკრეტული მინისტრი ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ საყდრისის ნგრევის მთელი ეს ტრაგედია უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ იქნებიან ისინი ზევით მარჯვნივ მარცხნივ თუ ქვემოთ
თელ სისტემაზე ვლაპარაკობ ეხლა მე. ასევე კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს მუზეუმებში არსებული მდგომარეობა, საცავებში არსებული მდგომარეობა. ამაზე ლაპარაკობს ის ხალხი, რომელიც მუშაობს ამ მუზეუმებში, ხელოვნების მუზეუმი ავიღოთ. არის ტრაგედია, რაც ხდება ამ მუზეუმში. დაუცველია უნიკალური ექსპონატები. სად მიდის ეს ჩვენი ოქროს ფონდი? როგორ გადის ქვეყნიდან, როგორ შემოდის? ეს უმნიშვნელო საკითხი. ეფთიმე თაყაიშვილმა საკუთარი მეუღლის გადარჩენის გამო, რომელიც კვდებოდა და ავად იყო, ერთი ცალიკოვზი არ გაყიდა იმ საგანძურიდან. და დღეს რა ხდება? ჩვენ რა ვინა ვართ საერთოდ და ან რა მინისტრები ვართ, ან რა მთავრობა ვართ, ან რა მოქალაქეები ვართ, თუ ჩვენი ეროვნული საგანძური არ დავიცავით. და ვის რა შეჭირდება, ან ეს პარლამენტი, ან ის მთავრობა, თუ ჩვენ ესე გავანიავოთ ყველაფერი და მე მოვითხოვ, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, აქტიურად ვიმუშავებ იმისათვის, რომ ამ კომისიამ შეისწავლოს საქართველოს მუზეუმებში და საცავებში არსებული მდგომარეობა და ჩვენ არ მოგვიხსნია დღის წესრიგიდან გიორგაძის პასუხისმგებლობის საკითხი და მივაწვევით ამას ბოლომდე. მე მინდა პასუხისმგებლობაზე იყო ეხლა ლაპარაკი. დაუჭერთ თუ არა მხარს წარმოდგენილ მთავრობას, რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ის ხალხი, რომელიც ყველას ერთ ტაფაზე ხრაკავს, როგორც იტყვიან, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის არიან მინისტრები, რომლებთან ერთადაც ჩვენ მთელი ეს 12 წელი გავიარეთ, თანამებრძოლები ვიყავით, თანამოაზრეები ვიყავით. ეს მინისტრები მინისტრის პოსტზეც კარგად ასეთ დიფერენცირებას ახდენ თქვენ მინისტრთა კაბინეტის წევრების? რა თქმა უნდა, გრადაცია ყველაფერში არსებობს და მათ შორის ეს გრადაცია არის წარმოდგენილ. ცუდი მინისტრები თქვენ უკვე მე არ დავყოფდი. ცუდი არ ჩამოვთვალე, ის მინისტრები ჩამოვთვალე, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, უნდა იყოს გამოძიებული ეს დანაშაული და პასუხი უნდა აგონ. რაც შეეხება იმ მინისტრებს, რომლებიც ხარდაჭერილი არიან ჩვენთან, რატომაც არა კახიშვილს მე მხარს უჭერ პერსონალურად როგორც მინისტრს, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა სასჯელახსრულების სისტემაში, ჰუმანური გახდა ეს სისტემა, ჩემთვის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარ ხდება პატიმრების მასობრივი წამება და მთლიანად არის ეს ძალადობრივი სისტემა შეცვლილი. მაგრამ ჩვენ ესე პერსონალურად ხო არ უჭერთ მხარს მინისტრებს. არის კაბინეტი წარმოდგენილი და ჩვენმა გუნდმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ კაბინეტს. ამიტომ მე როგორ უნდა ავიღო ხა პასუხისმგებლობა ან გიორგაძეზე, ან ჯანელიძეზე, ან აგულაშვილზე, როგორ უნდა ავიღო ეს პასუხისმგებლობა, ან მე ან ჩვენმა გუნდმა. შესაბამისად არ იქნება მხარდაჭერილი, ჩვენ შევჯერდებით და შევთანხმდებით, მაგრამ წინასწარ შემიძლია ვთქვა, მთავრობის ეს შემადგენლობა ჩვენი. თქვენი ამ საუბრიდან გამომდინარე, ეხლა რაც თქვით, რაც ჩამოთვალეთ, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ თქვენი მხრიდან, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან, ფრაქციის მხრიდან მთავრობის დამტკიცებისას გაკეთდება ესოდე მწვავე განცხადებები, რომ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე მივიდეს საქმე? ანუ თქვენ გამოხვალთ ამ მწვავე განცხადებებით, ამ შეკითხვებით? რა თქმა უნდა, აბა პარლამენტში მე იმიტომ კი არ შევედი, რომ ჩუმად ვიჯდე და მარჯვენა ფლანგს დავაკვირდე და ჩემ ქვემოთ იარუზე ნაციონალურ მოძრაობას კეფაზე უყურო. პარლამენტში შევედი, იმიტომ რომ ყველა ამ საკითხზე უყურებთ და მათ ზევით რომ სხეთხართ. გადასარევად სხვათა შორის კარგი პოზიცია ის ზედა იარუსი, სხვადასხვა მომენტებისთვის გამოგვადგება. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ასევე რისთვის მითხარით ირმა? რა ელით? არა უშავს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი იქნება, ცხარე დებატები და ცხარე პროცესები ამ პარლამენტში. მარჯვენა ფლანგსაც ეხება სხვათა შორის უმრავლესობას, რატო მარტო ქვედაიაროს. ჩვენ პრეტენზიები ქართულ ოცნებასთანაც აგვაქვს და ეხლა მე რა თემაზეც საუბრობ, ყველა ეს პრეტენზია ქართულ ოცნებას უკავშირდება და ხელისუფლებას, ხო სწორია. ასევე რა თქმა უნდა იქნება ეხლა კომიტეტებში განხილვები, იქნება ფრაქციებში განხილვები და შეგხვდებიან ჩვენ მინისტრები, კანდიდატები
ამ შეხვედრებისას იგივე თემაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თემებზე ვილაპარაკებთ და ასევე ჩვენ გვქონდა საარჩევნო პროგრამა. ამ პროგრამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩადებული, მაგალითად, უფასო ბინადმშენებლობის პროექტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს მასობრივად ყრიან სახლებიდან საახსრულებლო მიდის და სახლს კარგავენ ადამიანები და რჩებიან უსახლკაროდ. ამან მიიღო ტენდენციის სახე უკვე ქვეყანაში. უსახლკარობა ეს არის უმწვავესი პრობლემა დღეს. ჩვენ ვლაპარაკობდით არჩევნებამდე იმაზე, რომ 1-2% ბიუჯეტიდან უნდა იყოს გათვალისწინებული უფასო ბინადმშენებლობისთვის ამ კატეგორიის ადამიანებისთვის. ეს ერთი თემაა, რომლის გატანასაც ჩვენ შევეცდებით ამ შეხვედრებისას. მეორე თემა უკავშირდება წვრილი და საშუალო ბიზნესის დახმარების ფონდის შექმნას. ესეც იყო ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი, იმიტომ რომ დღეს საქართველოში საშუალო ფენა არ არსებობს. არსებობს დიდი ბიზნესი, რომელიც ხელისუფლებასთან არის ხშირად შეკრული და ესე ასაზრდოებს ბიზნესს და სხვა დანარჩენი ბიზნესი მუდმივად არის ერთი და იგივე მდგომარეობაში, ანუ არ ვითარდება და ჩვენ ამ მთავრობას, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ როგორც წინადადებებს ჩვენ ამ პაკეტს და ვნახოთ თუ ეს იქნება გათვალისწინებული, აი ეს წინადადებები, შესაძლოა ვიფიქროთ კიდეც იმაზე, როგორ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მთავრობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე მირჩევნია 1000-მა, 2000-მა ოჯახმა ბინა მიიღოს კანდიდატურების მოსმენებისას დააყენებთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იმის მიხედვით მიიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, ხო? როგორც მე მივხვდი მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, ეს ხო პროცესია. და ამ პროცესში გამოიკვეთება საბოლოო პოზიციები და კვიციანთან მიმართებაში მინდა გავაკეთო ერთი განცხადება. კი ბატონო, ბძანეთ და შემდეგ დიმიტრი კუმციშვილზე უნდა დაგისვათ ერთი კითხვა და გადავალ უკვე ვახტანგ მეგრელიშვილთან. დიახ. ბოლო დღეების მანძილზე მუდმივად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ურტყამენ ემზარ კვიციას და საუბრობენ იმაზე, თითქოს საფრთხის შემცველია კვიციანის წევრობა ან თავდაცვის კომიტეტში, იმიტომ ირმა რომ ის სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის გამო იყო დაპატიმრებული და მას ჰქონდა დაუმორჩილებლობა გამოცხადებული სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, მათი მხრიდან დასმული ეს კითხვა ბუნებრივია, რომ თავის შინაარსი აქვს ამ კითხვას. ადამიანი, რომელმაც მოაწყო არ ვიზიარებ ამას. არ იზიარებთ ამას? არ ვიზიარებ, იმიტომ რომ ის სახელმწიფო იყო სააკაშვილის რეჟიმი და არავითარ ამბოხებაზე არ იყო მაშინ ლაპარაკი, ეს იყო მთლიანად შეთითხმილი ბრალდება. კვიციანი იცავდა და მთელი მისი ოჯახი კოდორს. კოდორი რუსებს ჩააბარეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირველმა პირებმა და ემზარ კვიციანი პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრებს ამაზე და ყველა ის ადამიანი დასახელდება საჯაროდ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კოდორის გასხვისებაში და გაჩუქებაში. ის მოითხოვს საპარლამენტო კომისიის შექმნას, უბრალოდ მე შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ გადადგმული მისი ეს ნაბიჯი განცხადება მესმის ეს, მაგრამ მე შეგახსენებთ დაუმორჩილებლობას აცხადებ და თუნდაც ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო თუ შევარდნაძის რა მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი სახელმწიფოს დაუმორჩილებლობას უცხადებს, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, როგორ მოიქცეოდით, ირმა? კვიციანი დაუმორჩილებლობას უცხადებდა არა სახელმწიფოს და არა საკუთარ სამშობლოს, არამედ იმ მოღალატეებს სააკაშვილის რეჟიმის პირველი პირების სახით, რომლებიც ტერს აბარებდნენ კოდორს და ჩააბარეს მერე სანუკვარ მიზანს მიაღწიეს, იმიტომ რომ კოდორს ჩვენ არ დავკარგავდით, რო არა ის მოღალატური ქმედებები, რაც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და სხვა დანარჩენმა ლიდერებმა ჩაიდინეს და ეს ზუსტადაც მხარდაჭერილი იქნება კვიციანის ინიციატივა, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ქართული მიწების ჩაბარების და გაჩუქების საკითხი იყოს შესწავლილი. ის რომ კვიციანი მონაწილეობს თავდაცვის კომიტეტში არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა იმონაწილეოს და თუ კი ვინმე სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს,
ნებისმიერი უცხო ქვეყნის სპეციალ, მათ შორის რუსებთან, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ყველა სანუკვარი ოცნება, რაც კი რუსებს ჰქონდათ, ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის დახმარებით იქნა განხორციელებული. ჩვენი მიწების 22% წავიდა და დაიკარგა და სააკაშვილი იყო ამისი მონაწილე და უკრაინაში რაც გააკეთა, ისიც რუსების სანუკვარი ოცნება იყო და აქაც სააკაშვილმა იმონაწილევა და შეასრულა როგორც შტირლიცმა მისი მთავარი ფუნქცია და ამიტომ აგენტები, სპეცსამსახურთან დაკავშირებული ადამიანები საკუთარ რიგებში მოიკითხოს კახიძეა თუ რაგვარია ეს ადაიშვილის მარჯვენა ხელი რო იყო და საერთოდ სამარცხვინოა, იცით, სამარცხვინოა ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მოადგილეა ტუღუში. გესმით რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენ ამ პარლამენტში, სადა ვართ საერთოდ? ამიტომ ბუნებრივია მისი რომელი სახალხო დამცველი იყო, როცა ის სახალხო დამცველი იყო იმ პერიოდში, ასობით პატიმარი იყო ნაწამები, გაუპატიურებული და ჩვენ ხვდებოდით მანანა კობახიძე, ეკაბესელია, მე ამ ნაწამები პატიმრების გვამებს გლდანის მერვე დაწესებულებასთან და აი ეს არის, იცით, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია ნაციონალური მოძრაობა, რომ დღეს ესე არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ნურავის ნუ აქ იმისი მოლოდინი, რომ ჩვენ მარტო პოლემიკა ან რაღაცა დაპირისპირება გვექნება ნაციონალურ მოძრაობასთან. თავარი პრეტენზიები ჩვენ გვაქვს ქართულ ოცნებასთან და ქართულ ოცნებასთან გვექნება დასასმელი დღეს. ჟურნალისტი ხარ და პროფესიი და კარგად იცი ქრონომეტრაჟის ფასი, ამიტომ მინდა ეხლა ამ კითხვაზე მაქსიმალურად მოკლე პასუხი. დიმიტრი ქუმსიშვილზე ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებდი ბოლო დღეებში, ანუ დიმიტრი ქუმსიშვილიც მათ რიგებშია, ვისაც თქვენ ხმას არ მისცემთ? არ დაუჭერ მხარს, იმიტომ რომ დიმიტრი ქუმსიშვილზე მე მესამედ საუბრობ თქვენს გადაცემაში. ჩემი მოსაზრება მაქვს და ფაქტები ლაპარაკობს ამაზე, რომ ის მონაწილეობდა და მონაწილეობს ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ შავ კამპანიაში. და აი ეს არის მისი ხელწერა, ასე გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტები და მე ასეთი მინისტრების მხარდაჭერაზე უარს ვიტყვი და არ დაუჭერ მათ მხარს, რა თქმა უნდა. და ამაში იყენებს მთელ პალიტრას მედია ჰოლდინგს, რომლის დამფუძნებელიც თვითონ იყო და დღესაც მისი ნათესავები არიან იქ წარმოდგენილი. ჩვენ მინისტრები, სახელმწიფო მოხელეები გვჭირდება ზნეობრივი ხალხი და არა ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ დისკრედიტაციისთვის ბინძურ მეთოდებს. მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება პარლამენტის ფრაქციებსა და კომიტეტებში ჯერ მინისტრების კანდიდატების მოსმენა, მერე უკვე დამტკიცება, აი ასეთი მწვავე განცხადებებით ხდება ოპოზიცია. მათ საქართველოს პარლამენტში მე წარმატებას გისურვებ, ირმა, მადლობა რომ მიიღე გადაცემაში მონაწილეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პატრიოტების